14 წლის წინ ჩვენი დაჯოქება, გატეხვა და მომავლის მოსპობას სცადეს. მაგრამ ჩვენ დღეს ისევ აქ ვართ და ვიბრძვით დამოუკიდებელი საქართველოსთვის. დღეს აქ იმყოფება ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლება, ეროვნული ხელისუფლება, ლეგიტიმური. დღეს ისინი აქ არიან, ისევ აქ არიან და ისევ ერთად ვიბრძვით თავისუფალი ძლიერი საქართველოსთვის. ეხლა კი მინდა 34 წლის წინ ამ დღეს დაღუპულ, გარდაცვლილ ქართველებს წუთიერი დუმილი მივაგოთ და დაუშვათ ერთი წუთით დროშები. მადლობა კიდევ აქ რო ვართ, ერთად ვართ, ძლიერდებით და გამარჯვება აუცილებლად მოვა. ეხლა კი მინდა სიტყვა გადავცე ჩვენი დროის გმირის ზვია ცეცხლაძის მამას, ბატონ ზურაბ ცეცხლაძეს. ხო, ბატონო ზურაბ. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ყიჟინა გავაგონოთ სამშობლოს, ყიჟინა. აი ასე, ხმაური. საქართველოს გაუმარ! 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 გენაცვალეთ. 34 წლის წინ ლამაზად თქვა დავითმა, რომ საქართველოს ესროლეს და ჩვენი ვერაგი მტერი მაშინაც იყო დიდი რუსეთი. დიდი რა, ბევრი. აქ დგანან ადამიანები, რომელთა ზურგზე გადაიარა ეროვნულმა მოძრაობამ. აქ დგანან ადამიანები, რომლებმაც გამოიარეს ბრძოლის ქარცეცხლი, საქართველოს დამოუკიდებლობა შექმნეს, საქართველოს დამოუკიდებლობა დაიცვეს და საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება დღემდე მოიტანეს. 1991 წლის 22 დეკემბერი ერთ-ერთი ყველაზე შაუბნელი დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ამ დღეს ჩვენმა ვერაგმა მტერმა რუსეთმა ჩვენთან, ჩვენი ქართველებით, კოლაბორანტი ქართველებით, მინდა გვარები ვთქვა, შევარდნაძე, კიტოვანი, იოსელიანი, სიგუა, სახელმძღვანელობით საქართველოს არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლება ტანკებით, იარაღით დაამხეს და სისხლში ამოსვარეს მთელი საქართველო. ეს დამოუკიდებლობა მათი მოტანილია. თქვენ ლანგრით მოგართვეს ახალგაზრდებს, პირდაპირ მინდა უთხრა, მაგრამ იცოდეთ, დიდი მერაბ კოსტავაც ამბობდა, თუ მუდმივად არ იბრძოლებთ, თუ ეროვნული მოძრაობა არ იქნება სულ ამ ქვეყანაში, ამას ჩვენ დავკარგავთ. ახალგაზრდებს არ გეგონოთ, რომ ეს მორთმეულია და მარადიულია თუ არ დავიცავით. კიდევ უნდა დავიცვათ, კიდევ უნდა ვიბრძოლოთ, ვიდრე რუსეთს საბოლოოდ არ ჩამოვიშორებთ, ვიდრე ნატოსა და ევროკავშირის ქოლგა არ დაფარავს ამ ქვეყანას. მანამდე ბრძოლა თავგანწირული, ბრძოლა სიცოცხლის ფასადად. ჩვენ ვიბრძვით და ვკვდებით იმისათვის, რომ იცოცხლოს საქართველო. აი ეს უნდა იყოს დევიზი ყველა ჩვენთაგანის. საქართველოს გაუმარ! დიდება ბრძოლას, მამულიშვილო, ეს სიტყვები ეს ყველაზე უფრო ამაყად ჟღერს, ვინაიდან 22 დეკემბერს ახალ შოფილს და დაბადებულ ქართულ თავისუფლებას ტყვია ესროლეს სწორედ იქ, სადაც ჩამოყალიბდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა და მისი მწვერვალი 9 აპრილის დამოუკიდებლობა. მაშინ მეც თქვენთან ერთად ამისთვის ვიბრძოლე იარაღით ხელში, ახალგაზრდა მეცნიერი ვიყავი მაშინ და იმ პატრიოტებთან ერთად,
ვინც გადაწყვიტა ამ მონაპოვარობის დაცვა, ერთად დავდეთ ფიცი და ვიბრძოლეთ საქართველოსთვის. ახლა კი ვხედავთ, რომ დაგვიდგა უმძიმესი დღეები, როდესაც იკარგება ომით, სისხლით და ბრძოლით მოპოვებული საქართველოს დამოუკიდებლობა. ჭეშმარიტი გზა, რაც იყო ევროპული ცივილიზაციისკენ იმ თავითვე მიმართული და თავად ჩვენმა ეროვნულმა და ზნეობრივმა გმირმა ზვიად გამსახურდიამ სწორედ განაცხადა ევროპული ინტეგრაციის შესახებ. ნურავი შეეშლება ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას საქართველოს ცივილიზაციური საწყისების შესახებ. ეს იყო ბრძოლა ქართული ფესებიდან დასავლური ცივილიზაციისაკენ. ამიტომაც დღეს ჩვენ ვითხოვთ, რა თქმა უნდა, ნატოს და დასავლურ ცივილიზაციას, ევროპას დაბრუნდეს საქართველოში. სწორედ ამიტომაც ამ ჩვენ შეკრებებზე უდიდეს აქცენტს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო მისი განვითარების ბუნებრივ წიაღში დაბრუნდეს.